ერთი მაგალითი მინდა ხა გამახსენდა ჩემი მეგობრის ნინიკო ქათამაძის პროფესორის თბილისის კონსერვატორიის სტუდენტი 20 წლის ფანტასტიკური ბიჭი ანრი კაკაბაძე რომელიც აქედან წავიდა, სულ ყველგან ყვები ამას, წავიდა ბათუმში, იმიტომ რომ ინსტრუმენტი არ აქვს და არეულობები რო დაიწყო კონსერვატორიასთან რაღაცა, ხო იცი, ჩოჩქოლი რაღაცაში არ მოუყო, წავიდა ბათუმში. ოჯახში და იქ სასწავლებელში უკრავდა და რაღაც ხმაურზე გამოვიდა, მეგობარი ჭუბობდა, მოკლედ ტაცეს ხელი დაიჭირეს და ციხეშია 3 თვეა და რაღაც 4 წელი თუ რაღაცა ემუქრება და უკრავს მაგიდაზე. ეს რო გავიგე ვიტირე იმა. იმიტომ რომ არ შეიძლება 4 თვე პიანისტმა არ დაუკრას. მე პიანისტი ვარ და ვიცი 4 თვე კი არა, 4 დღე რო არ დაუკრა, უკვე ვეღარ უკრავ, ხო ხტები? და იმიტომ რომ არ დაკარგოს ფორმა ინგა უკრავს მაგიდაზე, ნოტები შეუგზავნეს მეგობრებო, მეტირება ამას რო ვამბობ. რატო უნდა ატანჯოთ ეს ბავშვი და აწამოთ ასე, რომელსაც მართლა არაფერი არ დაუშავებს. საერთოდ აპოლიტიკური ადამიანი არც გარეულა. თუნდაც აი ამ რაღაცა ჯგუფში და ამ ბავშვი. ეს შემთხვევით იყო იქ და ძალიან გთხოვთ ამ ბავშვებს, ნუ დაუმახინჯებთ მომავალს. ჩემთვის ახლა ეს არის უმთავრესი. აი არჩევნებზე ბევრად უფრო უმთავრესია ეს 60 ბიჭი წავიდეს სახში და ბედნიერად